გამძინართა მზის თემაც რაც იყო და მაშინ რომ იღებდა ამ ფილმს, ხო მაშინ გარემო სხვა იყო და ესეთი ტიპები ვინც იყვნენ თემურის მამჩემი ამათ ძალიან კარგად იცნობდა ესეთ ხალხს. მე შეიძლება არ მქონდა შეხება, მაგრამ თვითონ იცნობდა ესეთ ადამიანებს, ხო? თვითონაც ძალიან ბევრი შრომა იმისთვის, რომ თავი დაემკვიდრებინა და ამიტომ ეს სისტემას მიღმა დარჩენილი ადამიანები და ეს მათი ცხოვრება, ეს იყო ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების რეალობა, როცა სახლში განიხილებოდა კასტინგი, სახლში განიხილებოდა, აი დაიწყო ფილმის გადაღება, მერე სხვა პერსონაჟები აერჩია, გააჩერა და ხელახლა დაიწყო ფილმის გადაღება. ანუ მსახიობები შეცვალა და მსახიობები შეიცვალა. უკვე გადაღებული რაღაცა მონაკვეთები თავიდან დაიწყო, იმიტომ იღებდა ამდენი ხანი. ой მე მეგონა როცა ოპერატორი ვიციო შეცვალა ბევრჯერ შევცვალა მაგრამ მე გითხავს დიდი ხანი გადაღება მეგონა 90-იანების და ფინანსების გამო. ფინანსების გამო უფრო საბჭოთა კავშირში კი რთული იყო, მაგრამ ნუ მაინც ქართული ფილმი გაფინანსებდა და რეზო ჩხეიძე იყო, რომელიც ძალიან კარგი მცოდნე იყო კინოსი და ძალიან კარგად ხედავდა ამ ახალგაზრდებს, ვის რა ნიჭი ქონდა და ვისთვის რა გზა შეიძლება გაეკვლიე, რაც აი თემურის აი ახალი ტალღა რო წამოვიდა, ესე ამათ ძალიან დაეხმარა. და ამ შემთხვევაში, როდესაც ამას იღებდი, თემური გუჯაბურდული შემდეგ მოიყვანა, მანამდე სხვა მსახიობი იყო. ამიტომ გუჯაბურდული, რომელიც მისი მეგობარი იყო და თამაშობდა იმაშიც მეგობრების გადაფრენაშიც, შემდეგ მოიყვანა და შემდეგ გახდა მამა გუჯა. ამიტომ როგორი იყო თემური, ყო აი ამ შემოქმედებით ქაოსში ჩართული, სულ რაღაცა გადაღებების თემა, კოსტუმების და ეს სახში ირჩეოდა და ჩვენც აი ბავშვებით თემური იყო მთავარი პერსონაჟი ჩვენს ოჯახში. მინდა გითხრათ და დანარჩენები მოვდიოდით შემდეგ. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს მივყვებოდით და არის პერფექციონისტი და არ აქვს ესეთი რბილი ხასიათი ნამდვილად. ამიტომ იმ შემთხვევაში როგორც კი მის საქმეს ან მის ღირებულებებს რაღაცა ეხება, იყო აბსოლუტურად შეუვალი და ძალიან მინდა გითხრათ, რომ დიდი სიტყვებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ვაჟებთან უფრო მკაცრი იყო ხოლმე? არ იყო შვილებთან მკაცრი. მკაცრი არ იყო. ჩვენთან არ იყო მკაცრი. თქვენთან არა? მივხვდი ხო. ჩვენთან არ იყო, ოჯახში არ იყო მკაცრი, შვილებთან არ იყო. შვილებთან იყო ძალიან პროტექტორი და ძალიან დამცველი. და ნუ შენ გიხდებოდა იმის თქმა, რომ შენც ადამიანი ხარ და შენ გჭირდება, რომ რაღაცა შენით გააკეთო და არ არის საჭირო, რომ 50 კაცი უკან მოყვებოდეს იმ შემთხვევაში თუ რამეს აკეთებ. ბიჭებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და თითქმის ერთად დააკეთებენ ყველაფერს.